მოგესალმებით სპორტსპოდის განახლებულ სეზონში. დღეს ჩვენი სტუმარი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო აგენტი ლევან მჭედლიძე იქნება. ადამიანმა, რომელმაც მე დამაწყებინა ფორმების შეგროვება, მისი პირველი ემპოლის ფორმა იყო, რითიც დავიწყე ფორმების კოლექციის შეგროვება. ლევან, მადლობა მობრძანებისთვის. როგორ ხარ? როგორ ზნო თავს? გაიხარე, პირველ რიგში მოხარულე ვარ აქ ყოფნით. ჩვენ გქონდა მცდელობა, მაგრამ მოგვიწია რა. ეხლა მოვედი და იმედი მაქვს, რომ იქნება შენთვის საუკეთესო წელი, წარმატების და ყველაფრის კარგისთვის მომტანი აბსოლუტურად. რაც შეეხება წლევანდელ წელს ვიწყებთ აქტიურად და ნახოთ როგორ იქნება, როგორ წავა ყველაფერი. კი, საინტერესო სატრანსფერო სიახლეები გვაქვს, როგორც საბას მხრივ ისე კვარა, ბევრი რაღაც ხდება ქართულ ფეხბურთში. ჩვენ გვაქვს 4 ქარდი, ვირჩევთ თითო ქარდს და მიუყვებით და ვსაუბრობთ თითო თემას. დავიწყო ესე იგი გავხსნა. პირველი ეროვნული ნაკრები. დავიწყეთ ეგრევე. ძიმეთ. ეროვნული ნაკრები ადრე მოგიწია კარიერის დასრულება. მე როგორც გულშემატკივარი ვარ, ათომაც თქვა, რომ შენი ნაკრებში გამოჩინა ყოველთვის სასიხარულო იყო, იმიტომ რომ ის ფეხბურთელი იყავი, რომელიც მოედანზე სულ ბრძოლობდა, მით უმეტეს ისეთი პოზიცია ჰქონდა, მით უმეტეს სერია სადაც ნაკრებში ვხედავთ მაშინ ორმაგად სასიხარულო იყო. შენთვის ჯერ რა ემოციები იყო ნაკრებში თამაში? სოყოლთვის განსხვავებული იყო ჩემთვის ნაკრებში თამაში, ნაკრების მაისურით. მაგრამ გამოვიარე ძალიან ცუდი პერიოდი, ესე ვთქვათ. ძალიან რთული პერიოდი, წარუმატებელი, მაგრამ ვიცოდით, რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს და ჩვენ ალბათ ესე ვთქვათ შევეწირეთ ის თაობა ნაკრების წარმატებას, იმიტომ რომ ვიცით, რომ თაობათა ცვლა არის საქართველოში, იზრდება დღითი დღე უფრო, ვითარდება, წარმატებული არის ჩვენი ნაკრები და მიხარია რომ სიმართლე გითხრათ, წარუმატებელი, მაგრამ რაღაც პერიოდი, დიდი პერიოდი, ესე ვთქვათ, ხო, გარდამტეხი პერიოდი გავატარე და ესე ვთქვათ, ის ტალახი მივიღეთ, რაც მისაღები იყო, არაფრით არ ვერიდები, არც მცხვენია, პირიქით ვამაყობ ამით და მიხარია დღევანდელი ნაკრების ყურება, ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო წინ სვლას და რა ვიცი, ბევრ წარმატებას ერთად ვიზეიმებთ ქართველები. ეროვნულ ნაკრებზე საუბრისას თაობათა სრულება ახსენე. ამ თაობაზე რო ვისაუბროთ, ეხლა საფეხბურთო აგენტი ხარ, ასე ვთქვათ და ჩართული ხარ ფეხბურთელების ტრანსფერებში. ქართულ ფეხბურთელებზე რა შეიცვალა ინტერესიდან გამომდინარე? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ქართულ ფეხბურთელების მიმართ. ეს რა თქმა უნდა, კვარამ დაიწყო, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, მერე მოყვა მამარდა, მერე მოყვა ბევრი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა. ასევე ძალიან იმოქმედა ნაკრების წარმატებამ და ასევე 21 წლამდე ნაკრების წარმატებამ თბილისში, რომელიც გვახსოვს ძალიან კარგად ჯგუფური ეტაპი, რომ გადავლახეთ სვანეთსთან ერთად. ხო, კი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელების ზუსტად მაქედან დაიწყო ყველაფერი. ეროვნული ნაკრების თავმჯდომარეს კითხავ ვილისანიელზე, მისი მოსვლის შემდეგ მივახციეთ წარმატებას, თუმცა ის უნდა ითქვას, რომ ვლადიმერ ვაისმა ამ ყველაფერს ასე ვთქვათ ჩაუყარა ნიადაგი. ჩემი ანუ ნახე როგორ რაღაც არის, ალბათ მე არ ვიქნები მართალი, ესე ვთქვათ, რომ მე ესე ვილაპარაკო შორიდან, იმიტომ რომ ის მე საქმეში არ მინახავს, ხო ხდება ეს გულშემატკივრულად ვერ შევხედავ, მაგრამ თუ ესე ვისაუბრებ გარედან, რაც ვხედავ, რა წარმატებებიც არის ჩანს და ვითარდებით, ხო, მაშინ მივიტყვი, რომ დადებითი არის, იმიტომ რომ ფეხბურთელები მას ესე ვთქვათ, ფიქრობ აფასებენ და მიყვებიან იმ გზაზე, რომელ გზასაც ის აჩვენებს რა, იმიტომ რომ რთულია რომ რაღაც გაიყოს ფეხბურთში ერთი პატარა კომპონენტი, ან ერთი მოთამაშე ნაკრების მოთამაშეც თუ კიდაც გუნდი იყოს რა, უბრალოდ გუნდურ სპორტში ესე ვთქვათ, ორი განსხვავებული აზრი აზიანებს მთლიანად ყველაფერს რა და შეუძლებელია თითქმის რომ რაღაც წარმატებას მიაღწიო და ვფიქრობ, რომ დადებითად უნდა შევაფასო მიუხედავად იმისა, რომ რაღაც
ბოლო მატჩები აი საკვალიფიკაციოზე ცოტა რთულად ესე ვთქვათ, რთულად იყო და ანუ შედეგს ისეთი ვერ იყო როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ ტრავმებიც ბევრი იყო, რაღაც ისეთი ხო, დისკვალიფიკაცია ხო, ნუ ბევრი რაღაც ცუდად დაემთხვა და მაგაზე ვთქვათ, რომ არა იცი რა, მაგის გამო ჩვენ თითოეული ფეხბურთელი აი პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებას მივახციოთ. ევროპის ჩემპიონატზე კიტეიშვილის დანაკლისიც ხო როგორი? კი, ნუ კიტე როგორ ითამაშა, ის თამაშებიც უკვე ვიცოდით ჩვენ, რომ ნახევრად ტრაუმირებული იყო და ესპანეთთან იმდენი სირფილი მოუწია, ნუ კიტე ჩემთვის ალბათ ცენტრში სადღეს საქართველოს ნაკრებში არავინ არ მიწყენს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ჩემი აზრით. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ ქართლზე. წავიდეთ. სეტანა სპორტის სავა გოგლიჩიძე. სეტანა სპორტის კითხვა ჩვენი პარტნიორის სავა გოგლიჩიძე. აქტიურად მიდის მოლაპარაკებები, როგორც პრესაში იწერება, მილანი, იუვენტუსი. რა ხდება შენგან რო გავიგოთ? უკეთესი იქნება. კი. საბა არის განსხვავებული, ესე ვთქვათ, რაღაც გვაჩვენა წელს. საბა წავიყვანეთ ჩვენ იანვარში. და დაახლოებით 5-6 თვე მას მოუნდა რომ ეს ადაპტაცია გაიარა ფეხბურთელი მოემზადებინაც და დუბლ შემადგენლობაში ჩაატარა რამდენიმე დუბლ შემადგენლობაში ჩაატარა ერთი თამაში ისეც საით როგორ იყო რომ მოდი თუ უნდა ითამაშოს და თავისი ნებით იყო რომ კი მინდა რატო არა ვითამაშო ჯობია მაგრამ წელს ანუ ამ სეზონზე ესე ვთქვათ როგორც კი შანსი მიეცა ფეხბურთელმა გაამართლა რა თქმა უნდა ყველას იმედები პირველ რიგში ჩემი იქიდან გამომდინარე რომ მე მისი ძალიან მჯეროდა ვიცოდი რომ ერთი თამაშიც კი როგორც კი მიეცემოდა ერთი თამაში დარწმუნებული ვიყავი რომ მას გვერდზე ვერ გაწევდნენ მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მაშ გააკეთა ის იყო რომ ამ ყველაფერს შენარჩუნება უნდა ეს არის ყველაზე რთული ვფიქრობ, იმიტომ რომ კი თამაში შეიძლება მოგიწიოს და ფეხბურთელი მაგისთვის მზად უნდა იყო. ეგეც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგასაც. მაგრამ შენარჩუნებას ამ ყველაფრის სერიაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ძალა უნდა და ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო, არა მარტო პროფესიონალი, ესე ვფიქრობ რა და მან შეძლო აგრძელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ესე გააგრძელებს და ის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმუშაოთ იანვარში უკვე როგორც აღნიშნე რამოდენიმე გუნდი და კიდე ბევრი არის საინტერესო გარდა იტალიის ხო იტალიის გარდაც რომ ინტერესი ძალიან დიდი არის ფეხბურთელზე მაგრამ ესე ვთქვათ ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს მაგრამ არ გვინდა არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ესე ვთქვათ განვითარება მივცეთ ჩვენ ანუ ამ როგორ ვთქვათ გავლინგზას, რომელსაც გავდივართ და უნდა გავიაროთ, არ გვინდა რომ რაღაც შეფერხება კონდეს, ესე ვთქვათ. ფეხბურთელს უნდა ისეთ გუნდში ითამაშოს, სადაც მის მიმართ არის უდიდესი ინტერესი და არა უბრალოდ სახელი და მეტი არაფერი რა. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რაღაცები იქნება. იანვარში თუ არ დავამთავროთ, ზაფხულში აუცილებლად, მაგრამ შესაძლოა გარდა არის რომელიმე გუნდი სერიადან თუ კი, არის, მაგრამ ესე ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჩემგან შეიძლება ისე ცუდად გამოჩნდეს, მაგრამ არის სულ ყველა ტოპ გუნდი არის აბსოლუტურად. რა სიმართლე გითხრა, იმას არც განვიხილავთ, რომ რაღაც საშუალო დონის გუნდში წავიდეს. საშუალო დონის გუნდში ჩვენი აზრით თამაშობს და ვაფასებთ ჩვენ ემპოლის გვერდში დგომას და ყველაფერს. გვინდა რომ ესე ვთქვათ, ემპოლისთან ერთად გადავრჩეთ და საბას ეს ყველაზე დიდი სურვილი არის რომ თვითონ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და უნდა რომ გუნდს დაუდგეს გვერდით, ვნახოთ რა იქნება. არის უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ რამოდენიმე გუნდი არის მოსული, რომელიც იძახის, რომ დავხროთ ამ სატრანსფეროზევე ესე ვთქვათ კონტრაქტი, მაგრამ დაგიტოვებთ ზაფხულამდე რა, იძახიან, ანუ ეს ემპოლისთან კონტაქტი რაც არის. მაგრამ რა იქნება, არავინ არ იცის, იმიტომ რომ ბოლო წუთამდე სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება, შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. თან იანვრის სატრანსფერო ფანჯარა დროში შეზღუდულია და ხო, რა, ყოველი წამი არის, იმიტომ რომ იქ ფეხბურთელი შეიძლება ისეთ მომენტში დაჭირდეს მწვრთნელს ის და ვერ გაიგებ რა. ანუ ძალიან დიდი ინტერესია, საუბრებ მიდის. გავატარებ თითქმის მთელი იანვარს იტალიაში, იმიტომ რომ მოულოდნელი არის ყოველთვის ეს სატრანსფერო ფანჯარა და ნახოთ რა იქნება.
მასთან ინტერვიუ მქონდა და გახსნა როგორც დიდი მეგობარი, დიდი ძმა, ის არ არისო მარტო ჩემი აგენტიო, თქვენ შორის როგორი ურთიერთობა, ვიცი რომ ტორპედოს ქუთაისის ტორპედოდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა. მე და საბა, ესე ვთქვათ, პირველ რიგში მეგობრები ვართ მართლა, იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნე საბამ როგორც თქვა, ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მოედანზე როგორც გუნდელები და ის იყო უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი, რომელშიც მე რეალურად დავინახე პირველ რიგში პიროვნება და შემდეგ უკვე ფეხბურთელი. ფეხბურთელი იყო ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, სიმართლე გითხრა და არ მჯეროდა მიუხედავად იმისა, იმ ასაკისა, რაც ჰქონდა, მას 17 წლის იყო, თუ როგორ ვერ თამაშობდა ესე ვთქვათ, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ტორპედოში რა, გუნდში, კლუბში, სადაც გაიზარდა. მაგრამ საუბრების მერე ესე ვთქვათ, მეგობრული საუბრების მერე რაღაც საერთოდ ახალგაზრდა ფეხბურთელს მე ვფიქრობ, ჭირდება, რომ ირწმუნოს ის, რაც შეუძლია. ამისთვის ჭირდება კლუბი ძლიერი, რომელიც მას ამას დაანახებს და გვერდში დაუდგება. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან რთულად გვაქვს ეს სიტუაცია. იმიტომ რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის თავის კლუბებს ცოტა ვთქვათ, ესე ვთქვათ, ცუდად რო არ გამომივიდეს და რაღაც, აი არც ალიათ რა, მოდი ესე ვთქვათ. კარიერის ბოლო წლები საქართველოში გაატარე. რა თქმა უნდა, მაღალი დონის კლუბებში დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, ქუთაისის ტორპედო, სამი გუნდი და როგორ შეაფასებ ქართული ფეხბურთის, საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობას? საკმაოდ ჩემი არის წლიდან წლამდე რაღაც უკან გამთნაბიჭებს საკლუბო ფეხბურთის მიმართულებით. იცი, სიმართლე გითხრა, რო ჩამოვედი რა, პანდემიას დაემთხვა და ბავშვებმა, ჩემმა შვილებმა მთხოვეს, რომ აუ მოდი რა ვიყოთ საქართველოში, მაგრამ იყო რაღაც შემოთავაზებები სერიადან იყო 2 გუნდი. რომელი გუნდები? კალიარი იყო. ყველაზე ძირითადად ისეთი, რომელიც საუბრობდით, რომ აი რა ვქნათ. მაგრამ ჩემი შულების გამო გადავწყვიტე რომ დავრჩენილიყავი საქართველოში. ერთი წელი მაინც რომ რაღაც ხო ხტები სახში გვინდა ქართულად ცოტა საუბარი უჭირდა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შულები ქართულად საუბრობდნენ და რაღაც ისეთი რაღაც ეტაპები იყო იმ განვითარებისთვის ის მეგობრობა რომელიც ჭირდებათ ბავშვებს ზოგადად და ჩემთვის ყოველთვის პირველ რიგში იდგა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ დავრჩენილიყავი და ბოლოს უცბად მომიწია რომ მოდი რა დინამო მოვიდა და დინამო თბილისი ხა ჩემთვის მამაჩემს ისტორია აქვს ძალიან დიდი დინამო თბილისთან ესე ვთქვათ ბევრი განვლილი რაღაც და თან თბილისია ჩემი ქალაქია და მივედი დინამო თბილისში დაიწყო აქედან ყველაფერი ჩემი და საქართველოს ჩემპიონატის ურთიერთობა ესე ვთქვათ და სიმართლე გითხრა ვინანე თქვა არასოდეს არაფერი არ მინანია ცხოვრებაში იმიტომ რომ ვფიქრობ რომ რასაც ადამიანი გადის ნებისმიერ შენი არის ყველაფერი ბედი არ უნდა რა ესე ვთქვათ ბედი იყო ესეთი და ესე ვთქვათ ამის გარეშე არა მე ეს გადავწყვიტე მე გავაკეთე ყველაფერი ჩემინებით იყო და არავის ის არ ყოფილა რომ აი შეგეძლო რომ ზოგი ხა მეძახის ხოლმე ჩემ ბავშვების მეგობარიც რომ აუ რა გინდოდა საქართველოში რა არა პირიქით ვფიქრობ რომ დიდი გამოცდილება მივიღე ბევრი რამ დავინახე რაც საქართველოში ანუ ჩემთვის არ ჩანდა შორიდან მოედანზე მოედნის გარეთ დავაფასე ბევრი რამე და ვფიქრობ რომ საქართველოს ჩემპიონატი ძალიან რთულია ბევრი პრობლემა არის რა ძალიან ბევრი პრობლემა არის იმიტომ რომ კლუბები არსებობენ უბრალოდ აი ესე ვთქვათ დროებით რა ანუ რაღაცნაირად აი მარტო რამოდენიმე კლუბია რომელსაც აკადემია აქვს რა წარმოიდგინე ჩემთვის აკადემიის გარეშე კლუბი ვფიქრობ რომ კორპუსი დაუდგა საძირკვლის გარეშე ზუსტად ანუ წარმოუდგენელია მithumetes რეგიონებში ხო რეგიონებში ხო საერთოდ არ აინტერესებთ საცოდავი ესე ვთქვათ საცოდავი ცუდად ნათქვამია ანუ დაჩაგრული ბავშვები რომლებსაც აქვთ ფეხბურთის სიყვარული არ აქვთ იმის საშუალება რომ განვითარდნენ თავის ადგილას სადაც ცხოვრობენ რა და არიან რაღაც ყველა კლუბი ხო ვერ დაიტოვს ყველა აკადემია დინამო იბერია იქნება თუ ეს ვისაც პატარა აკადემია გააჩნია ლოკომოტივია თუ რამოდენიმე ხო ვერ იტევს დასავლეთიდან იმდაც ვთქვათ რამდენ იჭერ ფეხბურთელს რა
ან ჩამოიყვანოს ყურადღება უნდა ძალიან რთულია რა ერთი სიტყვით რა და მაგიტომ ვიძახი რომ საქართველოს ფეხბურთი რომ განვითარდეს და საქართველოს ჩემპიონატი რომ განვითარებული იყოს ვფიქრობ რომ საძირკველის გარეშე ეს წარმოუდგენელია რა ნებისმიერ ადგილზე იგივე პრობლემა ხდება ყველგან ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რაც მივიღეთ არის დინამო თბილისის გამოკვეთილად იმ აკადემიის ხო რა ის რა დამსახურება ხო რეალურად დამსახურება მაგრამ ეხლა უკვე დაიწყეს უკვე მიხვედრა ეხლა რამოდენიმე დღის წინას მქონდა შეხვედრა არ დავაფიქსირებ ადამიანს რომელსაც კლუბი აქვს და იძახის რომ აკადემიის გარეშე წარმოუდგენელია რა ანუ ყველაფერი უნდა წავიდეს აკადემიაში ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აკადემია რომ შედეგი მივიღოთ ბოლოში თავში რა ზუსტად ამას ვიძახი ვითარდება ყველაფერი ვითარდება საერთოდ აი ეგ რა ავიღოთ მაგალითად პირდაპირ თქვათ ქალთა ფეხბურთი რა იმდენი წარმატებული რაღაც წარმატებები ჩანს და ანუ მე მოვიდა ეს უცხოელები არიან ჩემი მეგობრები არიან ლუსო თუ იცით ესეთი კლუბი რომელიც ეხლა დაარსდა იმხელა ფინანსები იდება და ისეთი რაღაცები კეთდება, რომ ანუ დასაფასებელია რა. მე ანუ ეგეთ ბიზნესმენებს სულ ყოველთვის ვფიქრობ, რომ გვერდში უნდა დაუდგეს ყველა, აბსოლუტურად ყველა რა, იმიტომ რომ არაფრიდან მოდიხარ შენ და შენ სხვა ქვეყანაში ეს რაღაცას ქმნი, ანუ მადლობა რა, ანუ სულ ყოველთვის მადლობას ვიძახი, იმიტომ რომ ჩვენ გასაკეთებელს მოდის და ვიღაც სხვა აკეთებს რა. სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ ხედავ რაღაც ბოლო წელია, რომ დაინახეს, აი ზუსტად კარგად ახსენე, რომ 21 წლამდე მიმან უკვე დაანახა, რომ რეალურად ხო, აკადემია არის მნიშვნელოვანი. და იცით რა მინდა კითხო, ინფრასტრუქტურის მხრივ აი მოედნები, აი ფეხბურთელისთვის როგორი გარემო არის, მაგ კუთხით როგორი გარემო. ანუ ნახე, რამოდენიმე კლუბი მე სადაც ვითამაში, თითქმის ყველგან იყო დაალაგებული რა. ნუ დინამო თბილისი. შენ ისეთ კლუბებში თამაში, მაგრამ გასვლა რო გიწევდა. ხო, ანუ სიმართლე გითხრა, იმაში ბოლოში რო ჩავედი, მან თქვი რომ ანუ ძალიან რთულია თქო უკვე რა, ანუ ჩემ ბოლო თამაში იყო, ჩემ თავს ვუთხარ რომ შენთვის არის ბოლო თამაში თქო, მაგ თამაშს მე სტადიონზე მე აღარ გამოსულა რა. აი რა გითხრა რა, ანუ გარემო ყველაფერი ქმნის საფეხბურთო რაღაც იმას რა ზეიმს ესე ვთქვათ რა ფეხბურთელმა უნდა იგზნოსო ფეხბურთელია ფეხბურთელი რომელსაც სამი თვე ხელფას ვერ მიცემ და მას ცოლი და შვილი ელოდება სახში შეუძლებელი მე ანუ ეხლა ჩათვალე რომ მე მყავს გუნდი შენ ხარ ჩემი ფეხბურთელი მე ვარ პრეზიდენტი და შენ მე რაღაც რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს მე რო ხელს ვკიდებ რაღაცას უკვე ვიცი რომ მე თუ იქ შეიძლება წარმატება დღეს არ იყოს, მაგრამ ხვალ უნდა მოვიდეს. მაგრამ ის რომ მე 3 თამაში და 4 თამაში წავაგო და მე შენ 3 თვე ხელფასი არ მოგცე, ანუ ეს ხო, რა ვიცი, მე შენ პასუხი როგორ უნდა მოგთხოვო? მე შენთან რო შემოდივარ და ვიძახი რომ იცი რა, მე შედეგი მინდა. მაშინ მე შენთან მართალი უნდა ვიყო. და მარტო ერთხელ ჩადო და არ გამომივიდეს. არა. ესე იგი ანუ არის ფეხბურთი და უბრალოდ ხო, უბრალოდ აფუჭებ ყველაფერს რა. ჯობი არ მოკიდო ხელი იმას, რაც არ შეგიძლია და არის. გულის რისკეთებას არ მაინც. რა თქმა უნდა. გადავიდეთ შემდეგ კარტზე. მოდი წავიდეთ აქ. ხვიჩა კვარაცხელია სატრანსფერო სიახლეები, ცხელი ამბავი საბასთან ერთად. ხვიჩა კვარაცხელია დღეის მონაცემით ყველაზე ახლოს არის PSG-თან გადასვლასთან. გუნდი როგორ მოგწონს ჯერ ის PSG თუ აი ინგლისური გუნდების იყო ლივერპული, ნიუკასლი, ჩელსიზე ციცებოდა. ნახე როგორ რაღაც არის საუბრობდით სანამ გადაცემაში შემოვიდოდით რომ თითოეულმა ფეხბურთელმა იცის რა უნდა მას და რაც არ ვიცით ჩვენ რა უნდა მას. მე ვფიქრობ რომ ხვიჩა მიიღო უკვე ძალიან დიდი გამოცდილება ანუ ევროპულ ფეხბურთში და არის რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან დიდი ვარსკვლავი და არა მარტო ჩვენთვის მთელი სოფლიოსთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის ის არის ვარსკვლავი და ვფიქრობ რომ მისი გადაწყვეტილება ჩემთვის ყოველთვის იქნება მისაღები და მე შეიძლება რაღაც მინდოდეს სხვა მაგრამ მან ჩემზე კარგად იცის რა არის მისთვის კარგი და მე ყოველთვის დავაფასებ მის შეხედულებებს
მოუწონებ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი შინაგანად მისი გადაწყვეტილებები იქნება განსხვავებული გულშემატკივრისგან ან ვიღაც სხვისგან, ფიქრობ, რომ Paris Saint-Germain, რომელთანაც ყველაზე ახლოს დღეს არის ერთ-ერთი დიდი კლუბი მსოფლიოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემპიონატი რომ ჩემთვის ახლა კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში ეთამაშა, სერიაში ეთამაშა, ბევრად მერჩივნა ისევ, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატი ითამაშოს, მაგრამ ეს არ არის არაფერი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ Paris Saint-Germain არის კლუბი, რომელიც ხვალ და ზეგ აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ისეთი კლუბი არის, სადაც გაიარეს, რა ვიცი, ვინ ფეხბურთელებმა, ისეთმა ფეხბურთელებმა, რომ მე რო ეხლა დავიწყე Paris Saint-Germain-ი, ალბათ პირდაპირ ეს დაწერენ, რომ ეს გიჟი არის და ანუ სად აქვს ნათამაშე, ხო იცი როგორც ხდება რა და ანუ არაფრით არ ვიწუნე Paris Saint-Germain-ს, უბრალოდ გამიხარდებოდა, რომ ხო, პრემიერ ლიგაში უფრო ნახავდი კვარას სიამოვნებას მივიღებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხო, მაგის დროც მოვა, იმიტომ რომ კვარას ისეთი ასაკი აქვს და ისეთი ვარსკვლავია, რომ პირიქით არანაირად ვფიქრობ, არანაირი შეფერხება არ ექნება, ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს და ვიხილავთ კიდე სხვაგან და როგორც მას უნდა, ყველაფერი ისე უნდა იყოს, მე ესე ვფიქრობ. კვარაცხელიასგან თუ ელოდებოდი ასეთ სტარტს სერიასგან? კვარა იყოს ყოველთვის განსხვავებული რა. შრომის მოყვარე, პროფესიონალი, უნიჭიერესი, იმიტომ რომ ჩემთვის ამ ხელა წარმატებებს მიაღწიო, ანუ ისეთ დონეზე რა, ანუ ესე ვთქვათ, შეიძლება ნიჭიერი იყოს ფეხბურთელი და არ იყოს შრომის მოყვარე და არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც არიან შრომის მოყვარეები და არ აქვთ ისეთი ნიჭი, როგორც აქვს კვარას. მას აქვს იდეალურად ყველაფერი, ის არის შრომის მოყვარე, პროფესიონალი, უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომლისგანაც ანუ საზღვრები არ არსებობს. მას შეუძლია, რომ ყველაფერი გაარღვიოს აბსოლუტურად, თუ მას ეს მოუნდება და თუ ის კომფორტში იქნება. ზუსტად ამიტომ ვიძახით, რომ ჯობია მან გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ და თუ ის ფიქრობს, რომ დღეს ნაპოლი უნდა დატოვოს, უნდა დატოვოს მისი წარმატებისთვის და მისი წინსვლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები მაგით ვართ ბედნიერები და ზოგადად არა მარტო ქართველები, ფეხბურთი ვისაც უყვარს კვარაცხელია, ისეთი გვინდა, როგორც ვნახეთ პირველ წელს და არა ისეთი, ესე ვთქვათ, მოღუშული, რომ ხედავთ რა, რომ რეალურად ხედავთ, რომ ისე ვერ გზნობს თავს, როგორც იყო ის პირველ წელს რა, გაღიმებული, ბევრად ხალისიანი, მოედანზე სპორტულად ხალისიანს ვიძახი რა. ანუ ეს დაუფასებულა მოედანს გარეთ მოქმედებს შენს განწყობაზე ადამიანს. კი, რა თქმა უნდა, მოქმედებს, გინდათ თქვა რომ აიცი რა, არ უყურებ გარედან, აი ამ ხმები არ მესმის და შვებ ერთი ყურიდან მეორეში. ძალიან მაგარი თვისება. მართლა სპორტსმენისთვის, ფეხბურთელისთვის ფიქრობ, ყველა ფეხბურთელს თუ ანუ ეგ ვისაც შეუძლია, ყოველთვის წინსვლა აქვს. მაგრამ რაღაც პროცენტით მაინც გინდა თუ არა ჩაგესმის. ხო, ჩაგესმის და რაღაც გადაგდის ხასიათში რა და რა ვიცი, ფიქრობ, რომ ძალიან კარგ შვება, კარგ შვება კი არა და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანს ამას, რომ დატოვებს, იმიტომ რომ მე კვარა სხვანაირი ვიცი და სხვანაირი მახსოვს და მინდა ისევ ისეთი ვნახო, იმიტომ რომ მის რა ქვია, ესე ვთქვათ, ბუნებამ რაც მას მიცა ნიჭი, მას საზღვარი არ აქვს, რომ სადაც უნდა და როგორც უნდა და ისეთ იმხელ სიამოვნება მოგვანიჭოს, როგორც ჩვენ გვინდა, რა ვიცი, საზღვარი არ აქვს რა სიმართლე გითხრა. მსგავსი ფეხბურთელები თან აკლდა ბოლო პერიოდში, ფეხბურთი ძალიან რობოტული გახდა ეს ყველაფერი, აი თუნდაც ინდივიდუალური. აი რა ფეხბურთელები ყავს და სუისი ათამაშებს, მაგრამ რა თქმა უნდა ლამაზია ესეც და ის ინდივიდუალიზმი რაც შენ ახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია. ყურება გულში მატკივარს მაინც შეიძლება ერთი ფინტი სადაც. არა, მართლა მე გვარდიოლას ვაფასებ როგორც უცნელი და არის ჩემთვის, რა ვიცი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თუ პირველი არა, ხო რა, მაგრამ ну ეს ფეხბურთი მღლის ცოტა რა, სიმართლე გითხრა, ჩემთვის დამღლელი. ჩემთვის იმპროვიზაცია, ფეხბურთელი რო ერთ-ერთზე მიდის მოსატყუებლად, შეუძლია 30 მეტრიდან გაწიოს და არტყას და ულამაზესი, ხო, ანუ კვარამ ეს აი ზუსტად ეგ დააბრუნა, ესე ვთქვათ, ფეხბურთში, იმიტომ რომ ყველას გვარდიოლამ გინდას პატარა გუნდები აიღე რა, ნებისმიერი, ხო, ყველა მაგას იწყებს რა, ყველა მაგას. ანუ გეგონება რომ კვადრატს თამაშობთ ესე ვთქვათ ორი კარის გარეშე რა, მაგრამ ნუ მაგას თავისი სილამაზე აქვს და რაღაც, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი რაც კვარას აქვს,
ანუ არის ჩემთვის საცოდაობა არის რომ მაგ ესე ვთქვათ ტიკი-ტაკაში მოვაყოლო რა. იმერკი სადაც აი საუბრობენ ამაზე რომ გვარდიოლა რასაც აკეთებს ის თავის საქმეში საუკეთესოა და მსოფლიოში ყველამ დაიწყო მიბაძვაო ეს რობოტულს ხდისო და თანო არ გამოდისო ყველასო და ეგ რაღაცები იკარგება რა. კი, რა თქმა უნდა, იკარგება ბევრი რამე რა და მაგით ვიძახი რომ ყველა არის ინდივიდი რა და არ შეიძლება რომ ხო რა, აი მაგალითად გვარდიოლა არის უძლიერესი, ესე ვთქვათ, არის კიდე დეძერბი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი შნელი რომელმაც დაახლოებითი სტილი აიღო, ცოტა რაღაც განსხვავებული რაღაცები აქვს და გამოდის იდეალურად რა. ანუ რაღაც მაგრამ ანუ ზუსტად იგივე არ არის დეძერბის მთელი სილამაზე. ეგ არის რომ განსხვავებულია მაინც რაღაცით რა. პრემიერ ლიგაში რამდენი მწვრთნელი არის არტეტა, ჩელსის მწვრთნელიც. ხო, ანუ ხო. მის ასისტენტები იყვნენ, მე წავიდნენ ტოპ. წავიდნენ, ხო, აი არტეტა ზუსტად ანალოგს ხედავ, იმიტომ რომ ოდეგოს მაგალითად რო უყურებ, კარში დარტყმა არ უნდა. ესე მგონია რომ ვიღაცა მოთხრა რომ კარში არ დაარტყაო რა. და მე ანუ ჩემთვის ხო ხტები რაღაცნაირად გვარდიოლას რო უყურებ, ყოფნის რომ აი გვარდიოლას იქ უყურე. აქეთ რო გადმოვრთავ, მე რო უკვე სხვა მინდა რომ ნახო რა. გავხსენთ ბოლო კარტიც. აჰა. ნადრევად დასრულებული კარიერა, შენ კარიერას უნდა გადავხედოთ აუცილებლად დაიწყო პალერმოში, ასე ვთქვათ, ტრამპლინით ჩემთვის. ტრამპლინით, კი. ბუფონის კარში გატანილი გოლი რა ემოცია იყო, ალბათ ეგ 17 წლის ასაკში პალერმოში და ისეთი თანაგუნდელები გამოიარენ, ნამდვილად საამაყოა და დარწმუნებული ვარ მათზე უკეთესად შეიძლება ძალიან ისეთი რაღაცა ვთქვა, მაგრამ კავანი შენი ზამენა იყო ერთი. რაღაც მომენტი მოგვიწია კი ეგრე. ხო და იცი როგორ რაღაც არის ემპოლში რო ჩავედი მე წავედი 15 წლის წამიყვანეს ესე ვთქვა და გავიარე ძალიან რთული პერიოდები და მაგიტო ვიძახი რომ ჩაგეჭრები ბოდიში თუ საიდუმლო არა როგორ წახვედი მithunდეს იმ დროს ესე ემპოლში იტალიაში ქართული გეტყვი ზუსტად რა როგორ მოხდა მე და ყენიას მოგვიწია 15 წლისები ვიყავით U17-ს ქონდა საკვალიფიკაციო და ჩვენ ანუ ვიცვლებოდით ესე ვთქვათ ერთ-ერთ პერსპექტივ ფეხბურთელებად ესე ვთქვათ რა და გამოგვიძახეს 17 წლამდეში რაღაც ეტაპები იყო იქ რაღაც სინჯებივით იყო მაშინ წარმოიდგინე სინჯები ნაკრებში ხო და სინჯებივი და რაღაც სხვა პერიოდი იყო საერთოდ და აქედან დაიწყო ყველაფერი რომ ბელგიაში მოგვიწია საკვალიფიკაციო ეტაპის რაღაც ის იყო საკვალიფიკაციო ადგილობრივი საკვალიფიკაციოები რო არის 17 წლამდესი იმის თამაში და იქიდან დაიწყო ჩემი რამოდენიმე ვარიანტი იყო გერმანია იყო იტალია, მაგრამ ნუ რაღაც ჩემთვის რო ოჯახთან დავჯექიდი და ჩემი მამა ჩემთან და ჩემს ძმასთან და საუბრობდის ყოველთვის მე ვეუბნებოდი რომ აი გერმანიაში ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, იმიტომ რომ სულ რაღაც ხალისიანი ვიყავი, რაღაც ისეთი კომუნიკაბელური რაღაც არ გარემო ფაქტორები ნამდვილად არ მიწყობდა 15 წლის ასაკში რომ ფსიქოლოგიურად მე ამ 15 წლის წავსულიყავი, ესე ვთქვათ, იმაში რა ქვია გერმანიაში რა. ხო და ავირჩიე ეს გზა რომ იყო ემპოლი იყო პირდაპირ ჩამიყვანეს. ზუსტად წელიწად ნახევარი მოანდომა ემპოლიმ ჩემმა მენეჯერმა, ესე ვთქვათ, იქაურმა მენეჯერმა მიშვილა იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, პერმესო di soggiorno გაეკეთებინა ცხოვრების უფლება, ესე ვთქვათ. რომ ეს ანუ წაჩათვალო წელიწად ნახევრის განმავლობაში დავფრინავდი სამ თვეში ეს გადავფრინდებოდი ვიზას ჩამირტყავდნენ შენგენის გადმოფრინდებოდი და ანუ ერთი ამბავი იყო და კონტრაქტის გაფორმების უფლებაც არ მქონდა პერმესოს ამ ცხოვრების უფლების გარეშე როგორც იქნა წელიწად ნახევრის მერე ავიღე ეს ესე ვთქვათ ცხოვრების უფლება მაშინ ემპოლში ვიყავი და მაშინდელი ემპოლი რო გაგახსენო თამაშობდნენ წარმოიდგინე ჯოვინკო მარკიზიო აბატე იტალიის ნაკრები ხო, ანუ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რა ვიცი, რა გითხრა და რამოდენიმე თამაშის სკამზეც მომიწია ჯდომა, გავედით UEFA-ზე წარმოიდგინე მაშინ. აი იუვენტუსი რო ესე ვთქვათ ჩაიძირა, ხო, რო ჩაუშვეს ქვევით სერია B-ში დისკვალიფიკაცია რომ მიცეს მთელი ამბები რო იყო და ზუსტად მაქს სეზონის მერე ემპოლი გავარდა. და გავარდნის გამო არ დავრჩი და განათხოვრებით გამიშვა გამოსყიდვის უფლებით პალერმოში, სადაც ესე ვთქვათ დაიწყო ჩემი სერიას, ესე ვთქვათ პირველი ნაბიჯები რა, სერიაში ჩემი პირველი ნაბიჯები, პირველი თამაში ვითამაშე. მახსოვს კარგად.
მე იმაში ნაპოლიში გასვლაზე სიმბოლური. ხო, ნაპოლიში გასვლაზე მეგონა რომ სადღაც ვიყავი, მეთქი რა ხდება. ეს ანუ ყველა სტადიონზე ნამყოფი ვიყავი აქამდე, აბსოლუტურად ყველა სტადიონი რა ნანახი მქონდა, ნაპოლიში არ ვიყავი, საერთოდ ისე მომიწია რომ ნაპოლისთან თამაში არ იყო და მაშინდელი ლავეცი და ისინი რო იყო თუ გახსოვს რა. ლავეცი, ჰამშიკი, კავანი მერე გადავიდა რა და ზუსტად ეგ პერიოდი იყო რომ ეგ ვითამაშე და შემდეგი თამაში იყო ტურინში იუვენტუსთან და ეგ თამაში იყო 1-1 2-1 რო გავხადე რო გავიტანე და მახსოვს ისეთი თანაგუნდელები მყავდნენ მართლა რა. ხო, იმიტომ რომ მოძრაობაზე დაჭერის ვარიანტი იყო, იმიტომ რომ დავინახე რომ მოდიოდა და საპირისპირო მხარეს დავორტყი დაბალი ხო ის სულ ყოველთვის ვეკითხებოდი, სულ ყოველთვის მეკარებს ვეკითხებოდი რა გიჭირს რა, სულ ყოველთვის ჩემი კითხვები იყო ჩემ გუნდელებთან ეს ვიჯექი ხოლმე და სირიგუ იყო, ამელია იყო, სკორუბსკი იყო, ყველასთან სულ ყოველთვის მქონდა იმაზე საუბარი რომ რა არის სული შენთვის, სულ ყოველთვის ვეკითხებოდი რა და 11 მეტრიანის დაბალი რო შეასრულო კუთხეში ძალიან რთული იყო მეტალში. ხო, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ფეხებთან დარტყმული ყველაზე რთულია რა. შორს უფრო წდება. და ანუ ესე ვთქვათ, ფეხებთან ახლოს დარტყმული ძალიან რთული არის რა რეაგირება და მაშინდელი პალერმო რომ ახსენდება მართლა, რა ვიცი, რა გითხრა რა, წარმოედგინე, რა ვიცი, კიაერი იყო მცველი, ბოვო იყო ნაკრებში, კასანი იყო ნაკრებში, ბალძარეტი, სიმპლისიო, ბრეშიანო, რა ვიცი, როჩავ, კავანი, მიკოლი, როგორ გითხრა, პასტორე. ძალიან რთული არის და სასწაული გარემო. ადრე რომ მოგიწია კარიერის დასრულება, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იქნებოდა. ესეთ ფეხბურთელებთან ჯერ წინააღმდეგ შემდეგ ერთად გაქვს უკვე ნათამაშები პარედესი ხო, პარედესთან ხო, გუშინაცინენი ვიცინეთ, პარედესი გუშინ მიგდებს ვიდეოს ტონელი ჩემი გუნდელი და ესე ვთქვათ პუნტისთან ხო, წელი რო იყო რა. ხო და ზუსტად გუშინ წინ მიგდებს ვიდეოს ემპოლი U17 ეთამაშებოდა რომას გასვლას. ხოდა ვიდეო გავხსენი და ხედავ ტონელი არის წვნელი და ყველანაირი რეკორდი მოხსნა რა პირველი წელია წვნელი და ყველანაირი ემპოლის მაგასაკში რეკორდი მოხსნა წაგება არ აქვს საერთოდ სეზონის მეორე ეტაპი არის და იგებს და ანუ ძალიან ბევრი ქული წინ არის ესე ვთქვათ რა და ვიდეოში მეუბნება რა ეს რო ინოს ფეხბურთს ასწავლის აი ესეთი ხეო ბურთს რო აძლევდიო 2 მეტრი უვარდებოდა წინო აი და ეს რო ფეხბურთს ინოს ასწავლის რა და ისეთი გარემო იყო და ისეთი ყველაფერი ისე გემრიელად მახსოვს და დღემდე იმ ურთიერთობაში ვარ მეგობრულში და ზუსტად აი ის ოჯახი ხო იცი არასოდეს არ ინგრევაო რა რაღაცა ის საფეხბურთო ოჯახს იმხელა ძალა აქვს რომ აი რა გითხრა რა ნიტვენტეს რა დონეზე წავიდა ზოგი ფეხბურთელი და მაგისება ადამიანი ძალიან ხო აი წარმოედგინე ხა წინა წელს რო ის რო იყო მილანი ნაპოლის ნახევარფინალი იყო ჩემპიონთა ლიგის ჩემი 7 ყოფილი გუნდელი იყო რა რო უყურებდი რა ანუ მე დავამთავრე 32 წლის ასაკში მაგრამ ვფიქრობ რომ 4 წელი არც მითამაშია რა ბოლო 4 წელი არ მითამაშია იმიტომ რომ ხო რა ხო ისე გამოვიდა რომ საქართველოს ჩემპიონატში კი პატივისცემა ყველას აბსოლუტურად ყველა ადამიანს მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე ხო ვერ ვიპოვე ის мотиваცია რომელიც მეგონა რომ შევძლებდი რომ მაინც ვიპოვიდი რა ვერა და ვერ გადავლახე და მაგით ვთქვი რომ ჯობია დროის კარგვას რომ რაღაც ხვაში განვითარდე და ესე ვთქვათ დღეს რა საქმეც მაქვს ბევრ ქართულ ფეხბურთელს მოვეხმარო და დავეხმარო იმის გავლაში რაც მე ჩემთვის ახლა ოცნება იყოს სიმართლე საბას გარდა თუ არის ვინმე ვინც არეალში არის ნამდვილად რაღაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებ მაგრამ აღვნიშნავ კიდევაც რომ ჩემთვის ძალიან რთული საქმე არის ეს პროფესია რასაც ეხლა ვეწევი ჩემი ძმა მიდგას გვერდზე იტალიელი მეგობრები მყავს ესე ვთქვათ ვისთან ერთად მუშაობ სააგენტოსთან და ფიქრობ რომ აი ეხლა ერთი ფეხბურთელი მყავს
და იმხელა ენერგია და იმხელა რესურსები მიაქვს, აი ფსიქოლოგიური, ყოველდღიური მასთან კომუნიკაცია, გვერდში დგომა, როცა რაღაც კარგად ვერ გზნობს თავს, ან ზედმეტად კარგად გზნობს და უნდა დაეხმარო, იმიტომ რომ ახალგაზრდა ფეხბურთელია და დაასტაბილუროს ეს, რომ არ უნდა გაექცეს ზედმეტი. ანუ იმხელა სირთულეები არის რა, რომ ანუ ხო, ანუ ჩათვალე, რომ აი მართლა გითხრა, აი ნაწილი ხარ იმ პროცესის, რომელსაც მაგალითად ეხლა ნაწილი ვარ იმ პროცესის, რომელსაც საბა გოგლიჩიძე გადის. იმიტომ რომ ყველა დეტალში იქ დირექტორთან საუბარი, წვრთნელთან საუბარი, მე იქ ფეხბურთელს რაღაც არ მოწონს. ეს არის მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი რომ ნორმა არის ფეხბურთში რა, მაგრამ მე იმისთვის ვარ ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ 3, 4, 5 ფეხბურთელი აჰა მაქსიმუმ რომ ყურადღება მიაქციო ყველანაირად, რომ გვერდში დაუდგე რა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა ფეხბურთელთან შენი ფეხბურთელი არის. ანუ ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის. მაგრამ თუ არ არის ბოლომდე, არ ხარ ამისთვის ბოლომდე მზად, არ უნდა მოკიდო ხელი ვფიქრობ რა და ამიტომ რამოდენიმე რაღაც პროფილები არსებობს, რომელზეც მართლა ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, მუშაობ და ნუ გამოჩნდება ვფიქრობ. ერთი აუცილებლად გამოჩნდება ძალიან მალე, ვფიქრობ. და ვცდილობ რომ ისე მცველი. მაგრამ არიან რამოდენიმე ახალგაზრდა თავდასხმელიც არის, ერთი ძალიან საინტერესო, რომელიც ისეთი ასაკი აქვს 15-16 წელში გადადის, ძალიან საინტერესო, რომელიც ჩემთვის ახლა თავდასხმელი ვიყავი სულ ყოველთვის და სულ ყოველთვის მეუბნები რომ ამ ცველებს რატომ და ალბათ როგორც თავდასხმელი უფრო მარტივად ვხედავ მათ თამაშს და ნიჩს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს რა, ახლა ძლიერ მცველებთან მალდინისთან ათამაშები რო ვეკ და რამოსთან და ნესტასთან და რავი რა გითხრა ბევრ ისეთ გამორჩეულ მცველთან რაღაცეებში ხო ხდები, ანუ ჩარჩენილი მაქვს რა, რას აკეთებს სწორედ მცველი და რას არა. ხო და უფრო მიადვილდება, მაგრამ თავდასხმელების ყოველთვის ხო იცი ძალიან რთული არის რა, ჭირს და ბევრად მოთხოვნადია რა და არც სულ ყოველთვის პატივი უნდაცე რა, ხო? პატივი უნდაცე სულ ყოველთვის ადამიანს, ვინც მუშაობს, არავის ყოველთვის ვცდილობ, რომ მართალი უნდა ვიყო ყველასთან და ვიღაცას არასოდეს არ ჩაუხდები, სურვილი უნდა იყოს ორმხრივი და რაღაც, ესე ვთქვათ, ანუ ჯანსაღი და აქედან გამომდინარე მე უკვე იწყება ეს ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ მეყოლება, იმიტომ რომ ჩემი თავისთვის დრო აღარ მრჩება საერთოდ. ერთი მყავს და ჩემი თავისთვის დრო არ მრჩება თქო. ანუ წარმომიდგენია 20 და 30 რო ყავთ რანაირად აკეთებ. ალბათ მაშინ უნდა ყავდეს გუნდი, მაგრამ მე თუ კიდე ფეხბურთელს ხო, ანუ შე რომ მემოკიდებ. ხო, ნახე როგორ არის, ეგ მე შე რო აგიყვანო როგორც ფეხბურთელი და მყავს გუნდში 10 კაცი რა, მაგალითად, ვისაც ვამუშავებ. გამოვშვი მე შენთან ეს, ანუ შენ გესიამოვნება? არა ხო. ხო, აი არ მაქვს შენთვის დრო. ხო, რა, ხო. ხო, ანუ ნახე როგორ რაღაც არის, ძალიან რთულია. კი, რაღაც შეიძლება საბუთები, რაღაცეები დაალაგოს ადამიანმა სხვა, მაგრამ კომუნიკაცია ის, რომელიც მე და შენ გვჭირდება და კლუბთან ურთიერთობაში, უნდა ვიღებ და უშუალოდ მონაწილეობას მე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შენთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი დარწმუნებულება. ვაფასებ შენ ამ ხედავს ძალიან სწორია და მინდა რომ წარმატებები გისურვო. ერთსაც გკითხავ, სანამ კამერებს ჩავრთავდით, ტრამვებზე ვისაუბრეთ, ლევანყენიაც ახსენე, ჩანუანანიძეც გამახსენდა ნაადრევად დასრულებული კარიერა. რაც შეეხება ტრამვებს რა, მართლა ძალიან რთული არის რა, იმიტომ რომ ორი უნიჭიერესი ფეხბურთელი შემის ახსენე, ჩემთვის დღევანდელ ნაკრებში, ანუ იცი როგორ ფეხბურთელები არიან, რომ აი დარწმუნებული ვარ რომ ითამაშებდნენ რა, იმედენად. ხო, ანუ ნახე როგორ ჩემ თავზე ლაპარაკს, მიჩვენეს ყოველთვის სხვაზე ვილაპარაკო, მაგრამ ჩანო ანანიძე და ლევან ყენია ტრამვებმა, ესე ვთქვათ, მოკლეს რა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ვიცი რა მხელა სირთულეები არის ამ ტრამვებს რა მოყვება, მე ზიხარ იქ რომ ან ფსიქოლოგიურად რა მხელა წნეხია და თან ეს ხალხისგან ეს რომ მოდის ის ამას არ უნდა თამაში. ხო, ამას არ უნდა თამაში და ეს არინდო ტრავა იმიტომ აქვს, რომ გულშემატკივარმა ხო არის სანამ გადაცემას დავიწყებდით გითხარი რა. 11 საათზე 3-ზე რომ მქონდა ვარჯიში, 13 წლის განმავლობაში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, 3-ზე რომ მქონდა ვარჯიში, 11 საათზე ვიყავი სტადიონზე და 8 საათზე საღამოს 9-ზე მოვდიოდი ხოლმე სტადიონიდან პირდაპირ
ვჭამდი და ვიძინებდი რა. აი ეს იყო ჩემი მთელი რეჟიმი, ჩემ შვილებთან მქონდა ალბათ 1-2 საათი ურთიერთობა რა. ოჯახთან ურთიერთობა თითქმის არ მქონია იმის გამო რომ შედეგი მიმეღო რაღაცნაირად რა და მე იქიდან გარედან რომ გესმის ხო ხტები რომ აუ ხო ხტება რაღაცნაირად მე კიდე ნაკლებად მომხდა რა იმიტომ რომ ვიცი ანუ ეს გათვითცნობიერებული მაქვს რომ გულშემატკივრისგან ყოველთვის მისაღებია ის კრიტიკა რასაც იღებ მაგრამ ყველა ამას ვერ შეძლებს რა ესე ვთქვა ხო ანუ მქონია მეც მომენტები რომ ამდენი უკმაყოფილო ადამიანი რატომ რისთვის იმიტომ რომ შენ ხო ვერ დაანახებ ყოველდღიურად ყოველ წამს რას აკეთებ ამიტომ მე ჩემ თავს ისე ველაპარაკებოდი და არ მჭირდებოდა ფსიქოლოგია ესე ვთქვათ რომ გამოსულიყავი ამ თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგი შენი სულ მე ვფიქრობ ფსიქოლოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია ადამიანს რომელსაც სჭირდება მით უმეტეს სპორტსმენს სპორტული ფსიქოლოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ უნდა ისაუბროს მარტო მასთან და აი ესე ვთქვათ გაწმინდოს რა ესე ვთქვათ რა რაღაც ნეგატიური ფიქრებიდან ამიტომ არის ძალიან მაგარი ოჯახი რა და შვილი ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ შვილზე დიდი მოტივაცია, ბედნიერება, რომ გელაპარაკება ხო ხტები ანუ გაბრაზებული მიდიხარ სახში ხტება გიცინის სპორტსმენისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ რესტარტს გაკეთებინებს ესე ვთქვათ რა ხო რესტარტს გაკეთებინებს ის ნეგატიური რაც გაქვს შინაგანად ის გადის რა იწმინდება რა და არის მომენტები როცა ფეხბურთელის სიტუაცია შეიძლება მაგალითად ყენოს უყოლოდ მეუნებოდა რანაირად შეგიძლიაო რომ ესე მარტივად გაიცინო ანუ არანაირი ის არ გაქო რა ცუდი ნეგატიური ისო რა ხო ხტები ტრავმა რომ გამდიოდა ორთვიანი ტრავმა გამოვიდოდი სტადიონზე და მეორე დღეს ანუ პირველ დღეს ცოტა ფხილად ვიყავი მაგრამ რომ არახებ და ის პირველი დღე რომ არაფერი ყველაფერი გადალახე მეორე დღეს მეხვეწებოდნენ ვარჯიშს ყოველთვის რომ ნელა სულ ყოველთვის ესე ვიყავი რა ანუ შიში არ მქონია არაფრის ამიტომ ვიზახი რომ აკადემია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ განვითარდეს იმას კი არ ვაბრალებ სად გავიზარდე როგორ გავიზარდე არა უბრალოდ მე უკვე ისეთ ასაკში 16 და 17 წელს რომ გავხდი და პირველ ნაკრებში რომ გამოგვიძახეს მე და ყენო დავფრინავდი პირველ ნაკრებიდან 19 წლამდე ნაკრებში მივდიოდი დასვენება არ მქონდა ანუ 90 წუთიანი თამაშის მერე აღდგენა არ მქონია ჩვენ ანუ მიდი რა ბავშვია უხარია ითამაშოს აი ზუსტად ეს მიდგომა შეუძლია რა და მე ერთ წელიწადში ხო რეალურად გამოჩნდება ხო ამოტივირდება ბოლოს რა და ზუსტად ეგ დაგვემართა ჩვენ და აი ჯანოზე რა უნდა ვთქვა რა ჯანოსთან მომიწია ძალიან დიდი ხანი ნაკრებში გატარება და ერთადერთი ფეხბურთელი იყო რომელსაც ანუ ესე ვთქვათ ბინოკლით იყურებოდა რა იმიტომ რომ ნებისმიერ მოძრაობას რო გავაკეთებდი ვიცოდი რომ ერთ წამს არ დამიგვიანებდა შეუძლებელი იყო რა მართლა ერთადერთი ფეხბურთელი იყო რომელიც აი ესე ვთქვათ სნაიპერივით იყო მოედანზე რა და წუხვა რომ ძალიან დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია რა ეს ხა ვერავინ ვერ მეტყვის იმაზე რომ ჯანოს ეს არ უნდა და იქ ითამაშა აქ ითამაშა არა ჯანოსაც ზუსტად ის პერიოდი მოუვიდა რომ ფიზიკურად ესე თქვა შეგვჭამეს და ორგანიზმმა ვერ გაუძლო რა ეგ იყო და გადავით გადაცემის მეორე ნაწილზე გამოვაცხადოთ ჩვენი სპონსორსაც Taystrongs მადლობა თანამშრომლობისთვის დავატრიალოთ ჩვენი ბორბალი სამჯერ. საით ვატრიალებ იქით შენკენ? საითაც შენ გაგიხარდეს. აჰა. მგონი შენკენ ჯობია. შენკენ დავატრიალ. კარგი. ტოპ 3. მითხარი ტოპ 3 ფეხბურთელი მოდი. ვისთანაც გითამაშია თანაგუნდელი ყოფილა? ო. და ვინდა მოედანზე შეგხვედრი. აი 3-3 ორივე დავასახელოთ. კარგი. მოდი სამ ფეხბურთელს ვიტყვი. ანუ კავანი რო არ თქვა შეუძლებელია პარედესიც ეს ორი ჩემთვის გამორჩეული იყო რა ანუ დანარჩენი ძალიან ბევრი მომდის ახლა რა მე მარკიზიო მომწოდა ცოტა შორის ძალიან მარკიზიო ძალიან კარგი იყო მარკიზიო ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი პასტორეც სასწაულე მაგრამ ნუ მარკიზიოს უფრო დიდი ის ჰქონდა რა ესე ვთქვათ კარიერა უფრო ბევრად და
მოდი მაინც მარკიზიო ჩავთვალოთ, იმიტომ რომ მარკიზიო ძალიან დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაში. ვის წინააღმდეგაც გითამაშია, თუ ამ ცელები დავასახელოთ, თუ აი ესე ვიღაცა სირთული. ვის წინააღმდეგ ვითამაშია? ბრაზილი რონალდოს წინააღმდეგ აქვს ნათამაშები, რონალდინიოს წინააღმდეგ აქვს ნათამაშები. რა ვიცი, ანუ არ მეყოფა რა, ალბათ მაინც რონალდინიოს გამოვყოფთი. მალდინის ცველებში როგორ შეიძლება რომ არ გამოვარჩენ, იმიტომ რომ ბოლო წლები იყო, მაგრამ მალდინი. ხედავდი რომ სტადიონზე რომ შევედი მე ახალგაზრდა ბიჭი, ესე მეგონა რომ ვიღაც წინით ვკითხულობდა რა, ეს დამყვებოდა რა და მალდინი და კიდევ ვინ თქვა? ისე მცველებს თქვა? თუ გინდა არ ვინ შინ გაგიხარდება, თუ გინდა თავისუფლება. ეგრე ბრაზილიელი რონალდო ახლა. ესე პირდაპირ შეხება არ მქონია, მაგრამ ბრაზილიელი რონალდო ჩემთვის ფეხბურთია. და მე ჯერ რონალდო არის და მე ფეხბურთი მოდის. რა იმდენად ჩემთვის ის არის, რა ქვია, განსხვავებული. მაგრამ იმდენთან მაქვს ნათამაშები, ესე შეიძლება უცბად ახლა გავალ აქედან თქვა რომ უი საწვარ მახსოვს. კიდევ ერთხელ დავატრიალოთ. ცოტა ძლიერად დავატრიალებ, ხო? თქვი, წეგან თქვი, ხო? მოდი ქართული ფეხბურთის გოუთი თქვა, აი შენთვის უნდა ყოველდღიური საუკეთესო ქართული ფეხბურთი. თან ბევრთან გითამაშია. ბევრთან მითამაშია, მაგრამ King Class-თან არ მაქვს ნათამაშები რა. King Class გამოვარჩევდი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე არ მახსოვს ბოლომდე კარგად. მაინც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული არის, ანუ და იქნება სულ ყოველთვის ქართულ ფეხბურთში. კალაზე რო არ თქვათ, ეგ ხო შეუძლებელია ადამიანმა, რომელმაც 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რა თქმა უნდა, გამორჩეულია, მაგრამ ნიჭით ვფიქრობ, რომ ყველაზე ნიჭიერი ქართული ფეხბურთელები მაინც King-ლაძე და კვარა არიან დღეს მოქმედი რა, ესე ვთქვათ, ეს 2 ჩემთვის არის ძალიან გამორჩეული და ისე ქართულ ფეხბურთს ძალიან ბევრი ხო, ძალიან ბევრი ყავს და ვინმე თუ არ გამახსენდა, არ გეწყინოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფეხბურთელები იყვნენ საქართველოს ისტორიაში და არიან კიდე და იქნებიან დარწმუნებული ვარ. მესამედაც და ეს რა? 2000 დეკადის საუკეთესო ფეხბურთელები. 2000-იანების, 2010 წლის დეკადის და 2020-ის. ალბათ მაინც ისევ ზიდანზე წავალ და ბრაზილიელ რონალდოზე რა. ჩემთვის ახლა ყველაზე გამორჩეული 2 ფეხბურთელი იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, ერთი იყო, ესე ვთქვათ, ეს სანეველი ვიდადიოდა მოედანზე და რაღაც ხო მაესტრო იყო, მართლა სასწაული იყო რა. მისაბაძე ხო, ძნელი ზუსტად ეგეთი გამოდგა, ისეთ შედეგიანია რა და რონალდო ჩემთვის ახლა ხელშეუხებელია პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან განსხვავებული იყო ჩემთვის. რონალდოს გამო შევიყვარე ფეხბურთი პირდაპირ გავა. 2010-იანი? 2010-იანებში წავიდეთ მაშინ აი აქ უკვე მძიმედაა საქმე რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. რონალდინიო არის უკვე, ხო? ხო არის. რონალდინიო მობერებული იყო მაშინ, მან დაიწყო 2010 წელს დაიწყო, რომ მესი ხო და მესი და რონალდო ახლა ჩემი აზრით შეუხებელია. ხო. ხო, ანუ მესი და რონალდო დღესაც ჩემი აზრით შეუხებლები არიან. რა ვიცი, რა გითხრა რა. მესი და რონალდო და მე დანარჩენი სხვა. 2010-ში რა თქმა უნდა. 20-ში რაც შეეხება, აი ხა ვის იტყვით, აი ბოლო პერიოდიდან, აი ბოლო 5 წელიწადი რო ავიღოთ. ვფიქრობ, რომ გამორჩეულები მაინც ბაპე არის, რა თქმა უნდა. კვარა არის დღევანდელ ფეხბურთში გამორჩეული, ძალიან გამორჩეული არის და ამასთან ერთად ალბათ ვინისიუსი შეუძლებელია რო არ თქვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შედეგები აქვს. თავდასხმელებზე ახლა როგორ გითხრა, ჰალანდი ესენ კი ძალიან кайფ ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩემთვის ანუ გამორჩეულია ზუსტად იმაზე, რაზეც საუბრობდით, მთელი გადაცემა. ხო, ინდივიდუალიზმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა და გამოყოფთი 2000-ში, ანუ ის 20-ში უბრალოდ ვიტყოდი, მაინც სამ ფეხბურთელს გამოყოფთი, ყველაზე განსხვავებული და ყველაზე სასიამოვნო საყურებელი ეს სამ ფეხბურთელი რა. ლევან, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოსვლისთვის. ძალიან მიხარია, როგორც ვთქვი, რომ შენი ფორმიდან მომაწოდე ფორმა გითხავ, ხელი უნდა მომაწერიო, აი კამერებთან ერთად. ამ ფორმით დაიწყო ჩემი ფორმების შეგროვების კოლექცია. მარტინეს ბოლო ჩემი სეზონი, ხო? და
ამით დავიწყე ის ყველაფერი, ძალიან ბევრი ფორმა აქვს, მართლა კიდევ ვერ დავატი. და მადლობა მინდა გადაგიხადო შენ და წარმატებები გისურვო. კი. მოდი კეთზე მოვაწერ. პატარა სმაილის დავტოვებ. მადლობა ძალიან დიდი. წარმატებებს გისურვებ შენ საქმიანობაში, რა აზრების გამიზიარ მე ძალიან მომწონს და ორმაგად გულშემატკივრობ. დარწმუნებული ვარ, კარგ სიახლეებს გაგვაცნობ ახლო მომავალში. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. აქამდეც უნდა შემდგარიყო ჩვენი ეს გადაცემა. ესეც რო თქვა, ერთადერთი ფეხბურთელი ყავი ნატროდი ამ ადამიანთან. ანუ სიმართლე გითხრა, უბრალოდ ვერ დავამტვრეთ ეგ. მაგრამ ბედნიერი ვარ, მიხარია შენი პროფესიონალიზმს რომ ხედავ და ესე უდგები საქმეს, იმიტომ რომ ზუსტად იმ თემებზე, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც შენ აკეთებ და შენი ბევრი კოლეგა. ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა რომ წარმატებული იყო და შენ გადაცემას დიდი განვითარება და წინსვლები უსურვო. მადლობა. წარმატებები. სასიამოვნო. Stay strong. პროტეინებით მდიდარი